$70 ფარგლებში, თუმცა ფასი გაუზარდა $5 იყვანა ოქტომბერში, ვარაუდობდნენ ნავთობის ფასი დილერის პოზიცია ჩემი არ არის, $250 იქნებოდა და იყო მაშინ 150, ანუ ისინი რეალურად რუსები გრძნობდნენ ეკონომიურ პოტენციალს. მათ უნდათ ოპეკის მაგვარი დაეკეთებინათ გაზის კორპორაციის სახით, თუმცა ევროპა ამას პასუხობს შემდეგნაირად. ევროპა აპირებს გაზის მომხმარებელთა სტრუქტურის შექმნას, რომელიც მთლიანად ევროპისთვის იქნება გამიზნული და არა რუსეთთან დადებს თითოეული სახელმწიფო გაზთან დაკავშირებით ხელშეკრულებას. ის მიმართულება, რომელიც ევროპამ აირჩია მარტო გაზთან მიმართებაში, ასევე ის, რომ ნაბოკოს პროექტი ევროკავშირმა შეიტანა თავის ბიუჯეტში და დაფინანსებაზე სერიოზულად მიდის საუბარი, ამაზე საუბრობს ევროკომისიის ექსპერტი უკვე ევროკავშირის შეხვედრებზე, საფუძველს გვაძლევს, რომ ევროპა თანდათანობით განთავისუფლდება რუსული გაზისგან, რაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხს კიდევ უფრო დაკარგავს. შეიძლება მე მინდა ოპონენტებს უთხრა ძალიან დიდი მადლობა, აი განსაკუთრებით ბოლო მომენტისთვის, როცა იყო საუბარი ახალგაზრდისთვის ოპტიმიზმზე, რომ იქნება კაცთა რა თქმა უნდა საქართველოს ტერიტორიიდან ვარდება. სხვანაირად არ გვიცხოვრია, ვერ ვიცხოვრეთ. ალბათ ერთ-ერთი ჩვენგანი, ვინც აქცევარ სარბაში და გერა რომ შევძლებთ. ჩვენ მინდა რომ აი ამ რწმენით იზრდებოდეთ თქვენაც. ეს არის საქართველოს გადარჩენა და ეს არის საქართველოს მომავალი. აი კართაგენი უნდა დაინგრეს იყო საუბარი. ერთ-ერთი შევასრულეთ, კართაგენი მასა დაინგრა. გადახნეს ის საერთოდ. ხო, არა, მის დროს არა, მაგრამ კართაგენი დაინგრა და ასე რომ ეთერ კაკულიას მოიყვანს რა. ნებისმიერი იმპერია არის სასანგრევად ხანძრული. აქ არ არის კაკულიაზე ლაპარაკი. ნებისმიერი იმპერია ეს დროში ხანძრილობაში დაჭიმულია. ნებისმიერი იმპერია დასანგრევად არის კაკული და ადრე თუ დიან რუსეთის იმპერიას დაინგრევა. მაგრამ ეს შეიძლება სამწუხაროდ იყოს 50 წლის შემდეგ ასეთ. თორემ მე მგონი ყველას გვაქვს მის ოპტიმიზმი, რომ იმპერია ვერ იარსებებს უბნივად. კარგი გამართები გამსწორებული. რიტორიკულ დეტალი მინდა თქვა ხალხო, ჩვენ ძალიან პატარა პოპულაცია ვართ რა, ერი ვართ, რამდენიმე მილიონიანი. ჩვენი გაღარიბებაც ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ ჩვენ ენის მონოლენგვიჯი, ანუ ერთი N1 ერად ქცევის პროცესში ვართ. ჩვენი ჭიპლარი, რომელსაც ვთქვათ, გარკვეული ევროპული რაღაც შემოდიოდა ჩვენთან რუსეთიდან, ეს ჭიპლარის გადავჭერით ახლა. და საერთოდ უარს ვამბობთ რუსულ მიმართულებაზე, ეს სხვაჩვეულის პოლიტიკის ნაწილია, დღეს მედიაში გაბატონებული არის. რუსულში არა, არა, კი, მაგრამ როცა საუბარია იმაზე, რომ პატარა ერების შემთხვევაში, ანუ მე ვიძახი პოპულაციით პატარა ერების შემთხვევაში, როცა ჩვენ ენაზე თარგმანებით კი ხორციელდება თითქოს ჩამოსაწვრილი რაოდენობით თვეში, ალბათ თუ არა წელიწადში, ჩვენ ძალიან ძიმე დღეში ვართ. ჩვენ არ მისულართ ხაბატონჯანი დამეთახმება, ვერ მივედით, ეს ვთქვათ, ევროპულ იმასთან, რა ქვია, დაკავშირებასთან პირდაპირ, ან ინგლისური ენის თვალსაზრისით, ან ფრანგული ენის თვალსაზრისით ქართული საზოგადოება ჯერ საკმაოდ ესეც სუსტია, რუსულთან თქვენ აბსოლუტურად ყველანაირი კომუნიკაცია ყოველ შემთხვევაში ხარს უსვამთ, ეს არის მედიაში გაბატონებული აზრი. და კიდე ერთი დიდი უბედურებისკენ მივიდივართ, ეს არის კიდე ერთი ნაწილი იმისა, რომ ჩვენ პრობლემა გვაქვს. ესეც საფიქრალია თქვა ამის თქვა, მინდა რომ ჩვენ გვინდა კი ესეთი ხელაღები თუ არის თქვა, ეს რაღაცა მაგონებს 20 წლის წინანდელ და უფრო ვთქვათ იმ პერიოდის განწყობებს, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ იქ და განსაკუთრებით ხაზს გავუსვამ ოკეანესთან დაკავშირებით იმ ადგილას რა. არ ვიცხოვროთ იმ ილუზიით, რომ სხვა რო დაიღუპება, მერე ჩვენ გავბედნიერდებით რა. ვიცხოვროთ იმით, რომ ჩვენ რა გავაკეთოთ უნდა იმისათვის, რომ თუნდაც მართლა გქონდეთ ნორმალური ურთიერთობა. არის ამის რესურსი. მიუხედავად უმძიმესი დღევანდელი ფონისა, მე არ ვაპარაკობ არა იმპერიასთან. და მოდი შევხსნათ ერთმანეთს იმპერია რომ უნდა დაინგრეს, მე მგონი ყველასთან ახლოვართ. ბატონო, შემდეგ დავით ზურაბიშვილი და უნდა დავასრულოთ ვინაიდან ყველანაირ ვარდია და დროს გადავთ. ძალიან მოკლედ ვიცი, რომ ჩვენი ასე ვთქვათ შეიძლება გავამზადოთ, თავი ბედნიერება ის კი არა რომ დაინგრევა საბას რაღაც. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენი შექმნა ჩვენი სახელმწიფო წესია და ისეთი სადაც გამინებული და ბედნიერი ახალგაზრდები იქნებიან. მე მაინც მიჩვენია რომ ახლა ვიფიქროთ მაგზე, ხა ჩვენ ძალიან ბედნიერი ხარ ეს. ჩვენ დრო და თელი პრობლემა მე მგონია რეალურად სერიოზულად თქვა პრობლემა ის არის რომ თავი იმის ახლა ვამყარებთ რომ რასულად იქნება რუსეთში სახარო. მე ვფიქრობ არ ვამყარებ. თავი ეგ რა თქმა უნდა სერიოზული ფაქტორია. სერიოზული ფაქტორია, ხო მე დილით
ზგები და ნახულობ ნავთობის ფასი როგორია, იმიტომ რომ რაც ნაკლები იქნება ეს ფასი უკეთესია ჩვენთვის გასაგებია. ნუ ნეტა 30 იყოს, იმიტომ რომ ეს ფაქტორი შემცირდება. მარტო ეგ არ არის საკმარისი და თავარი არის რომ ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკი ერთხელ და აროდესღაც აი დავიწყოთ ურთიერთობა. პატრიოტული ურთიერთობა პოლიტიკოსებმა ერთმანეთთან ლაპარაკი ისწავლონ. საზოგადოება გახდეს ხვანაირი. ჩვენ თუ ჩვენი ქვეყანა თვითონ არ ავაშენეთ, აფე არ გამოვა რა. მე ხა ისეთ თითქოს ბანალურ რაღაცას ვამბობ, მაგრამ ფაქტი ესია, რომ ტელევიზიებში იშვიათი გამონაკლისების გარდა ერთმანეთის პირისპირ არ ჯდებიან ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლები. თუ შენ ეუბნები ვინმეს თქვა პოლიტიკოს ან არაპოლიტიკოს განსხვავებულ მოსაზრებას, გინდათ ეთერის საშუალებით, გინდათ ქუჩაში შენ ხარ მისი მტერი. აი ვიდრე ეს არ დაინგრევა ეს სტერეოტიპი, რომ მე და ვიღაცამ შეიძლება სხვადასხვანაირად ვისაუბროთ, მაგრამ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთის წრები ვართ, ხო? როდესაც შენ თუ არ ახარ მისი გუნდის წევრი და განსხვავებული აზრი და გინდათ აკადემიკოსი იყო და გინდათ რაღაც მილიონი ის კონდეს ნაშრომი დაწერილი, ხო და რაღაცა თავაზობ არ მიიღებენ შენ აზრს. ამის მაგალითები უამრავია, ბევრი მე ვიცი, ბევრი ისეთი ექსპერტი ვიცი, რომელიც კეთილი სურვილით მიდის ან ხელისუფლებასა ზოგჯერ შეიძლება ოპოზიციასთანაც მიიღ რაღაც იდეები და მას უყურებენ როგორც შენი იმის ისახა ისა ვიდრე ეს კომუნიკაცია ჩვენთან არ იქნება აფერ არ გამოვა ან მოდით აი ეს გავაკეთოთ რა თავადობ ბატონებო პირველ რიგში მე ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეუბნები ყველგან სადაც მათ საშუალება რომ იქნება ეს რაღაცნაირად ჩამოვიდეთ ამ რაღაც პედესტალიდან თუ რაღაცა რომ კიდიდან და ადამიანურად ერთმანეთთან დავილაპარაკოთ. დასაგებია ბატონო კაცება რაღაცების და უდაბნოში ის ხალხი ვინც შეადგენს ხოლმე ხელისუფლებაში და მიხავს პოლიტიკა რეალურად საკმაოდ ძლიერი ჯგუფია ეს არ არის ლაპარაკები პრეზიდენტ კრამდეობის პირებზე კი ეს არის 4-5-10 მაქსიმუმი რომელსაც რეალურად ეს პოლიტიკა მიხავს ახორციელებს გეგმავს ყველაფერ როგორც თქვა მესიჯებს არიგებს რა უნდა ილაპარაკოს პრეზიდენტ უკავშირდება ამდენად კარგად ვიცი მიხავს თეთრელოდებით რომ ისინი თქვენ შეგონებას დაფრებიან ძალიან მიხასობით და დამისროდი რა მინდა მოდელაპარაკი იმედი ვიქონიოთ რომ ის ვიღაც რაღაცას მოიგება და რაღაც მაგრამ თუმცა სიმპტომები სამწუხაროდ ვერ ხედავთ ვერანაირ სამწუხაროდ ასეთ კატასტროფის პირობებშიც კი ეს გზეობით ნამდვილად ვერ ვიქნები დიდად ოპტიმისტი მე ვერ ხედავ სიმპტომებს პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა გააცნობს ეს მომენტი ხოლმე ყველა ჩვენი წინი პასუხისმგებლობა იმ პროცესებზე რაც ქვეყანაში მიდის ოპოზიციასაც რიგით მოქალაქესაც ფასედის წარმომადგენელსაც მაგრამ პირველ რიგში ხელისუფლებასაც პასუხისმგებლობის წილი არის ფერმაზარ ჯერეთი თუ მხოლოდ იმიტომ რომ არის ხელისუფლება ხო ვერ ხედავ ვერაფერს ჩვენ იმას იგივე მაგალითად 20 წოლიდან არ უშვებ ოპოზიციის წარმომადგენლებს ახვედრებს ზომბერ ბრიგადებს პირდაპირ ერთი მომენტი როდესაც უამრავი ფაქტები მოხდა ხო ეს არის ჩვენ თვალწინ ნახეთ კავკასიის ერთ-ერთი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები პრეზიდენტი დაუწყეს შხული მიღვალილობა ხალხს როდესაც კვლავ სერიოზული პრობლემებია სიტყვის თავისუფლებას დაკავშირებით როდესაც შალვარამიშვილის გამოშვება ადახდა ასეთი სიტყვები ამბობ ან იგივე თუნდაც თავი პოლიტიკელი რომელიც ზერზარი ჯიმზია დაჭერილი რა იყო ხამათი გამოშვება რომ კაიკეთებია შეეცალებინათ ხართ ეს კაცი შალვარამიშვილი არ შეეცალებინათ ხო აი დამაიდგინე რომ იმან დაგიწეროს და მიახლოს და შეიძლება ანუ ხელისუფლებამ უნდა გადადგახდეს ვიდეო თქვენ მართლა ვიდა რეალური დიალოგის და უამრავი ასეთი მაგალითი მოყარა შემიძლია ბოლოს გამიცხადება ისე. არა ვერ ხედავ ამ ტენდენციას თავშეყარი გახდი და ბევრ ამ სპარჩევ. იგივე ზერდება. დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ ჩვენი გადაცემა მადლობას მოვახსენებ ეროსი კიცმარიშვილს ლაშა ტუღურს დავით ზურაბიშვილს შოთა მალაშქიას ობახაბას სოციალისტარიშვილს ჯამრიკაშიას და დარბაშის ახალგაზრდებს დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებებისთვის თქვენი შეკითხვებისთვის დარბას მიმართავ დიდი მადლობა მაყურებელს თუ ისინი ამ ხაშმანდული ფალყუს ადენებდნენ ჩვენს გადაცემას პროგრამა ბარიერი დღეს აღსრულდება პარასკევს კავკასიის ეთერში 22 საათსა 15 წუთზე ნინო ჯანგირაშვილი გაუწყობა გადაცემას მომავალ შეხვედრაზე